ჩვენ სხვა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება. ჩვენ სხვანაირ დროში ვიყავით. ჩემი საქართველო, ჩემი თბილისი იყო რაღაცნაირად ისა რა ქვია. მიხატებით მიმოფანტული ქუჩებიდან სიკვდილი, ომი, უბედურება რაღაცეები, ამიტომ არ მგონია სწორი, რომ დაუშვათ ჩვენ და ჩვენ მშობლებს რაღაცაში, თუნდაც არ ვიცი, ახლა ბაძავდეთ, აი ხდებით, აი რაღაცა ისტერიული ფონი იყო. უფრო აი ომი რა, ამიტომ კი, ამიტომ სხვა მოცემულობა იყო დაუშვათ ჩვენი მშობლების და სხვა მოცემულობა მე მახსოვს ახლა მამაჩემს რომ ის მოქონდა რა ქვია. პურის ქარხნიდან რომ მოქონდა ცომი, იმიტომ რომ დედენი არ იყო ქვეყანაში ხა რომ გაცილებით სხვა საშუალებები მაქვს და შანსები მაქვს მე და გაცილებით სხვა საშუალებები მქონდა. ამიტომ ისაც დასაფასებელია. შეიცვალა გავიზარდეთ ჩვენ ხო სახელმწიფო ხა შევდეკით, ამიტომ მოქცევა სხვანაირი ვისწავლეთ. სხვა რამიდან სხვა სამყაროში გადავედით. ამიტომ ეხლა ჩვენ ვიზდებით, ამიტომ არ მგონია რომ რაღაცა უნდა შევეჯიბროთ ჩვენ მშობლებს. მე მიფიქრია ხოლმე 90-იანებში რომ ყოფილიყავი მშობელი რას ვიზამდი და ფიქრისთანავე შემიწყვიტავს ხოლმე ის იმიტომ რომ ძალიან რთული იქნებოდა აი მართლა გადარჩენაზე იმაზე ეხლა იმაზე ვფიქრობ რომ აი ბავშვი რითი გავახარეს და მაშინ ვერაფრით ვერ გაახარებდი არ არსებობდა ახლა თქვენთან რომ მოვდიოდი ან რომ მეტროთ წამოვედი ახალგაზრდა გოგო შემოვიდა 3 წლის შვილი მყავს შეა და დამეხმარეთო და აი გული გამეგლიჯა ძალიან რთულია იმას შვილებს არ უნდა შიოდეთ მოკლედ რა ბავშვებს არ უნდა შიოდეთ რა და 90-იანებში ჩვენ შოულებმა ზუსტად ეგ გამოიარეს რომ შვილების დაპურების პრობლემა იდგა მაშინ. კი მე ვფიქრობ, ანუ ჩემი რაღაცა აქტივობები ესე დავარქვათ რაღაცებს მე რა ხალხი აგროვებს მე ვწერ უბრალოდ. ეს მგონია რომ სადღაც როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ჩვენი შვილები უნდა იყვნენ ბედნიერები. ჩვენი შვილები ვერასდროს ვერ იქნებიან ბედნიერები თუ ისინი არ იცხოვრებენ თანაბარ გარემოში. აი დაუშვათ თუ ჩვენ ყავს აგერ რამდენი 7 შვილი მოგდის და 7 ვაშვილი გვაქვს მე თუ 7-ვე ჩემ შვილებს წავუღებ თუ ისინი დაინახავენ თქვენ ბავშვებს ევდიანს მაშინ ისინი ვერ იქნებიან ბედნიერები გამორიცხული ჯობია რომ თვითონ თქონეთ და თანაბრები იყვნენ ყოველთვის